დებატები დაიწყო, ქართული ოცნება ამბობს, რომ საქართველოში პოლარიზირებული გარემოა და ამიტომ აცხადებენ მსაობას დაჯდნენ პოლიტიკურ ოპონენტებთან. ეს არის მათი მხრიდან ცდელობა დეკორაციად გამოყენების ოპონენტების, რომ საზოგადოების ნაწილი მაინც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ შეცდომაში შეიყვანონ, ან შეამსუბუქონ განცდა, რომ კრიზისი არის ქვეყანაში და ლეგიტიმაცია არ აქვს პოლიტიკური. ბევრი რამე შეიძლება დაგვებრალონ მეც პერსონალურად და ჩვენ გუნდს წარსულში და ეხლაც, მაგრამ ეხლა დებატების ყველა შანსს ვიყენებდით, სანამ ჩემი აზრით, ჩვენი აზრით, იმ ჩარჩოში იყო ვითარება, პრობლემური იყო მახარაძესთან ტაჯიკიკას. ხო, მაგას ვიძახით, ხო? და არა იქამდე პარლამენტში და შემდეგ და არ ვიცი ხა, ვინ როგორ შეაფასებს, მაგრამ ყველაზე უფრო სუსტი მხარე არ ვიყავით ამ დებატებში ნამდვილად. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეს შემიძლია ვთქვა. და რაღაცა მეტყვი რომ აი კომისია რო შექმნით ეს გამახსენეს ამ დისკუსიაში, მაშინ ტრაგიკული მკვლელობების შემდეგ ახალგაზრდების. ძლიერის პოზიციიდან იმ მომენტში თუ გამოიყენებ ძალას და შენ კარნახობ თამაშის პირობებს და როგორი ფორმატი იქნება. ეხლა შეიძლება იფიქრო ამაზე, კი არა, როცა მოვა ეგ მომენტი ამ რეჟიმის დამარცხების ფაზა ბოლო ეტაპზე რო გადავა, ყველაფერი შეიძლება უკარნახო. მაშინ სამწუხაროდ ეს არ აღმოჩნდა დამთავრების ფაზა, მაგრამ იმ მომენტში კედელთან მიყენებულები იყვნენ აშკარად. რატო გავიხსენე ეს ამბავი? ეს არ არის სამწუხაროდ ის მომენტი და ჩვენ ნახეთ რაზეა ლაპარაკი და ანალოგიაც გამახსენდა მეც და სხვებსაც პუტინის რეჟიმი. როცა ჩაახშო ყველანაირის, მაგრამ დატოვა ეს სანახაობა სალავიოვის დებატების. სადაც ზოგჯერ გულწრფელი ოპონენტებიც მიყავდათ. ოღონდ ეს ყველაფერი უნდა იყოს აი ამ ნიაღვარში, ამ რა ცირკში. სადაც აი კარგი გამოსვლაც კი ვიღაცა გულწრფელი ოპონენტის საბოლოო ჯამში მაინც ემსახურება დემორალიზაციას, დეზორიენტაციას და აი მიშენებას აი როგორი აბსურდი და ქაქია ყველაფერი. ყველა იმ წესიერ გონიერ ადამიანს, ვინცაც ეს კითხვა გაუჩნდა, სადმე თუ შანსია რომ ფართო აუდიტორიას ჩვენი ხმა გავაგონოთ, რატო არ უნდა გამოვიყენოთ? ერთი შეხედვით ეს არ არის არც გიჟური არგუმენტი, არც არაფერი, უბრალოდ სამწუხაროდ კონტექსტის და გარემოებების არასწორად გაგებასთან გვაქვს საქმე და ცრუ დილემა არის ეს. ეს არ არის ის დებატები, სადაც მაგ გამოცანის შესრულება რომ მეტ აუდიტორიას მიაწვინო ხმა, რეალისტურია, იმიტომ რომ კარგი ხარისხის მოდებატე ხარ. ან მომზადებული ხარ, ან მართალი ხარ, რაც ვართ. არა, ეს არის მოწყობა იმ ტიპის ცირკის, რომელიც ემსახურება კიდევ უფრო გადღაბრას ვითარების, ან უპირატესობის მინიჭებას ყველგან ძლიერის პოზიციიდან ისინი უნდა იყვნენ. და როცა ის მომენტი დადგება, რომ კედელთან მიყენებული იქნება ეს რეჟიმი დემოკრატიული მშვიდობიანი გზით პროტესტის ქუჩიდან, მაგრამ შეიძლება მაგ მომენტში დადგება მომენტები, როცა დებატებიც შეიძლება იყოს იმ ფორმატში და იმ თამაშის წესებით, რომელიც არის საზოგადოების ინტერესში.